chicas. გამარჯობა. როგორ ხართ? როგორ ვართ? ყველანი ვართ ძალიან კარგად. ხა? მე არ ვარ. Exactly why? ხალხო, ბოლო 5 დღეა მარცხენა ყური მაგ სიგიჟემდე დაგვებული. ჩემი მხარე გაქვს დაგვა. შენ მხარე, მაგრამ გონი გამიმართლა. იმიტომ რომ მთელი დღე წიგნაზე ყვირის რატომ ხაც და გონია რომ აი არ ვიცი 80 წლის კაცზე ლაპარაკება. რომ მითხარ ყური მაგ დაგუბებულია? მე მოახშირა თავისი ყვირილები და ანუ ანუ 5 დღე არისო, ხალხო, ჭყუიდან გადავიდოდი, მე მაგას გეუბნე. ბავშვობაში მეგობებოდა ხოლმე ყური. ოღონდ ანუ მართლა ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. მეტროში როგორც კი ჩავდიოდი, სახლშიც თავისით, ანუ და აი შეხვებოდი სუპერს რომ გაეხსნაცა და აი რაღაც უნდა გადკაცონდას თითქოს. და იხსნებოდა და ანუ აი ესე დავდიოდი დებილი ბავშვით და პირს ესე ვიქნევდი და ანუ მართლა საშინელება იყო მეტროში იმენა ჩასვლა მიჯერდა მიუხედავად იმისა რომ მეტროზე ვგიჟდაბოდი მაშინაც კი ვაუ ხო და 5 დღე გადამოვად მართლა ვერ გავუძლებდი იმიტომ რომ ნერვულ სისტემაზე მერტყამს ეგ რა არა მართლა ძალიან რთულია You're a hero baby თან ხალხო ჩემი ხომ ესმის დაგუბებულად აი ასე შიგნით ხო იცი რაღაცა თავში შენ ეგეთი ხმა გაქვს ისე და საშინელება არის და თან ანუ ანეს ნახე რომ არ მესმის ამიტომ Thank God. ამიტომ ნაკლებად შევეწინააღმდეგები. და კაცივდი თუ რას უკავშირდება ეს ამბავი? ნუ იმუნიტეტი რო არ გივარგა, we all know that. Вообще, არა, ყველაზე კარგი იმუნიტეტი მაქვს, thank you God. არა, უბრალოდ დამეწყო სპაში წავედი და სპაში ძალიან დიდხანს მომიწია. სპაში ხა? სპაში. და ძალიან დიდხანს მომიწია steam room-ში ჯდომა, ორთქლის ოთახში. და მგონია რომ აი ჩამიგუბდა თუ რაღაც რა. ხა, რაღაცა გადნო ალბათ ჩემ ყურში. ექიმთან წავალ არ ენერგულად ყველაფერი. ერთი უბრალოდ ჯერჯერობით ვერ მოვიცალე რომ ჩავეწარო. ოტორინოლარინგოლოგთან. არა, ჯერჯერობით ექიმთან. ანუ აი ამ სიტყვას ვიყენებ კვირაში ერთხელ მაინც. Well, she was waiting. გირჩევთ რომ ისწავლოთ. წინა პოდკასტშიც ვახსენე, ეხლა ვახსენე. წინა პოდკასტში რატო ვახსენე? წინაზე. რა კონტექსტში ეხლა ვეკეთყვი? I don't remember honestly. I don't think the context is important. How it is. It is. Well, სხვა რა ხდებოდა highlight-ი შენ კვირაში გარდა იმისა რომ იყავი სპაში. ძალიან კაი იყო. And your shake and reach, what else? Lymphatic drainage Who goes to spa? Oh my fucking god, actually? რა? მასაჟი რო გავიკეთე გითხარი? I forgot it. ანუ როდის გაიკეთე? ხუთშაბათს, წინა ხუთშაბათს. Okay. ანუ ამ კვირაში. იმიტომ რომ ჩვენი კვირა იწყება 4 შაბათს და მთავრდება 4. ანუ კაროჩე, წავედი. ნუ რატო წავედი? ახლა ჩემი და ქალი მუშაობს რაღაც ძალიან თესლის პარი და 50%-იანი ფასდაკლება გამიგეთე და მეთქი I'm gonna fucking up. ზუსტად. წავედი, პირველად გავიკეთე სარელაქსაციო მასაჟი სამცხოვრებაში. აბა მანუ დრას იკეთებდი? არასდროს არანაირი მასაჟს. გასაწამებელ მასაჟს ვარ. სარელაქსაციო უმეტესობა მასაჟი. არა, ზოგადად მასაჟი და ამ შემთხვევაში გავიკეთე სარელაქსაციო. ეგრე ერქვა. და ამ გოგშა მითხრა რომ მივედი რომ პირველიო ისე ძალიან არ გაგისწორდება, იმიტომ რომ აი რაღაც unexpected რო ელოდები რა, აი რო არ იცი რომ თავს რო ესე მიწევს, რას მიშვება მაგასთან რა. და მე უფრო გაგისწორდებაო, მაგრამ ძალიან კაი იყო ხალხო. That's life honestly. ანუ მარტო მაგით მინდა ფულიანი ვიყო რა. აი ძალიან სარელაქსაციო თემები და მე პროცედურები სახეზე და it all costs money, you know that, right? Yeah. და ძალიან ძვირი არის შენი თავის კარგად შენახვა, ამიტომ we all should make ton of money. ზუსტად. როცა საკუთარ თავს მოვარო, ჩადო ეგ ფული საკუთარ თავში. Exactly. ანუ ერთხელ ცხოვრებაში და ღარიბმა არ უნდა იცხოვრო, ხტები, ეს არის ჩემი ცხოვრების ფილოსოფია, თავი კრედო. იმიტომ რომ Maybe money is just not everything. It is. It is everything. არ ვიცი მე მაგალითად ძალიან მომეწონა და ჩამეწინა ჩემი მასაჟის დროს. მართლა. და იყო ძალიან სასიამოვნო ლიმფური კვანძების. ჯერთი მე არ ჩამეწინებოდა, იმიტომ რომ ფულს იხდი მაგაში და რა ჩაგეწინოს. ანუ ფულს აგდებ. არა. My god. Are you fucking look ძინავს თუ ვერ იგებ რომ მასაჟს გიკეთებენ რა აზრი აქვს მასაჟს გაკეთება? აი ორგანიზმი ხო გძნობს შენ იმისთვის კი არ მაქვს რომ ჩავაკარტო გონებაში. ზუსტად გონებაში უნდა ჩააკარტო და ყველაფერი მოდის აქედან. არა, ძალიან კაი ორგანიზმა იგრძნო შვება მეგობრებო მინდა ვთქვა. და ძრავი, კარგად ვჭამე მაგ დღეს. რამდენი საათი დაყავე? მგონი 4-5 საათი ვიყავ ამ სპაში. Damn. Yeah. ვიჭარავთ მეგობრებთან ერთად ყოველს გიჩავთ ყოველ weekend-ზე ასე რომ იაროთ რა ძალიან კარგი friend activity. Are you gonna pay for that or No, მე ამბობ მეგობრებთან ერთად. ხა და ვინ გადაიხდე შენ გადაგიხდე? შენ არ ხარ დაბადებული. Hey. Look. You're inviting yourself? Well. სპაშიც რო ეგრე ყვირილი დამიწყო ხო ხდება ხარ არანაირი სარელაქსაციო დღე არ მეკრა. ძალიან კაი იყო მინდა.
აუ. ეს კალი მასაჟს ხომ მიკეთებს 1 საათი რა და ანუ ხომ მაინც უხერხულობა და თან მე ხო ძალიან people pleaser ვარ და ეს სიჩუმე რო არის იმენა ვიკაჩავები ქალსთან არ მინდა ლაპარაკი მაგრამ სიჩუმეს ვერ ვეგუები რა და მასაჟის დროს nobody wants to talk. She wanted to talk, I know. ამით აი ყველა პერსონას ვეკითხებოდი გოგჩოს და ალბათ მართლა არ არის მიჩვეული ამას, იმიტომ რომ ყველაფერს კარგად პასუხობდა და გრძნობდი რომ უნდა და უფრო შორს ლაპარაკი, მაგრამ ეხლა აკრძალული აქვს დიდად რა. ანუ მე ჩემთან აღარ გადმოდიოდა კითხვით. ამიტომ რაღაცნაირი ინტერვიუ მქონდა, მხოლოდ მის შესახებ მთელი საათი ვისმენდი რაღაცას, იმიტომ რომ გაუჩერებელ ტაბინი ნიკალს იმენა მე კითხვაზე უსვამ რომ ერთი წამი ვერ მოვდუნდი იმიტომ რომ აი სიჩუმე silence იმენა არ შემენ მუსიკა არ იყო ჩართული? კი რაღაცა ისეთ ფონად ambient ხო მაგას უნდა მოსვინებები და გაყვება ფიქრებს მე იქ რაღაცას ვფიქრობდი რაღაც ბიზნესის გახსნაზე ვფიქრობდი აი მე რო გავაკეთო სპარა კარგი გამომევიდა და მეთქი თუ რაღაც მოიფიქრე ჩიტო კი მოვიფიქრე და sooner or later ფილის ეკოლება ახალი სპა. ხო და კაროჩი ხომ მოვრჩით, მე და ჩემი დაქალი მოვდივართ ტაქსით, აღმოჩნდა რომ ეს ქალი ცხოვრობს ჩვენკენ. ჩემმა დაქალმა ჩაისვა და ეს ქალი მთელი საათი რომ მასაჟს მიკეთა და ტაქსში იჯდა ჩემ გვერდით და ეს იყო ძალიან უხერხული, აი რა შევადარო არ ვიცი. აი იმიტომ რომ მე უნდა გელაპარაკეთ რა სალაპარაკო არ დარჩა. არა, ის რომ აი რაღაც სხვა ტიპის ურთიერთობა დავამყარი და მე უცებ ჩაცმულები რა ტაქსში ვიჯექით. I don't know how to explain. ანუ ძალიან სხვა თემაში გავიჩითეთ რა. ჩვენ ძალიან ის ასტრალური ის ქონდა ბონდი. ბონდი ადრე თავიდან. ტაქსის ხოლი რომ რაღაცას twins ჭამდა რაღაცას ძალიან ისეთი ძღოლი შევა. ხო. ხთები? ან თანამშრომლები არიან შენ დაქალი და ეგ და ხო ჩემი დაქალი და ეგ მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ ჩემ დაქალ ჩემთან ჩაესვა ტაქსში ხთები იქიდან გავწიწკნე რატო იმიტომ კი არა რომ არ წავიყვანო თან ამ პრესტ აი ხო გეუბნები რაღაც ხვანაირი ურთიერთობა რა გაქვს ვიღაცასთან და უბრალოდ აი სამსახურში რო ხთები ყოველთვის ვიღაც სხვა ოფისიდან ვიღაც ბიჭს მაგალითად იმ დღეს მეტროში შემხვდა ხო და ნუ რაღაც აი სხვა სამყაროდან რო ხარ შეჩვეული და სხვა სამყაროში რო აი მასწავლებელს რო ხედავ გარეთ კაროჩა ხო მასწავლებელი ხო მარტო სკოლაში არსებობს. კი, აი დაწყებითები სოჩი ეგრეა. მე მართლა ამჯეროდა რომ ჩემი მასწავლებლები ტუალეტში არ შედიოდნენ ბავშვობაში. დაბარას აკეთებდნენ? არ ვიცი. და მეგონა რომ კამერები იყო ჩემ სახლში დაყენებული და ეგენი მიყურავდნენ. ვინ დაგატრაუმა? I don't know what is wrong with me honestly. შენ არ გეგონა? არა. მე ვიცოდი რომ მასწავლებლები ადამიანები იყვნენ. ცხოვრობდნენ სუნთქავდნენ. არა, აი ვიღაც ადამიანები ტუალეტში რო არ შედიან, არ გიფიქრია? Mark Zuckerberg მგონია რომ არ შედის ტუალეტში, ეგ lizard არის. აი მართლა ტუალეტში არ შედის მაგალითად. Melania Trump-ი. ტუალეტში ვერ წარმომიდგენია. Yeah, I don't think she poops as well. Yeah. I don't think she eats in the first place. No. გადასხობს იკეთებს მგონია რომ საკვები მიიღოს. Who else? ვინ მგონია რომ ტუალეტში არ შედის? Margot Robbie-ს. არა. Everybody does and everybody should. Ras. Poop. Okay, good to know. What else, baby? ნახეთ რა. მე ვერ ხვდები რატო არ იწყებ მაგაზე საუბარს, იმიტომ რომ ანას საყვარელი თემა არის to hate on women. ამ პოდკასტზე მიხვდებოდით, მაგრამ ერთი არის განსაკუთრებული, რომელიც ყველაზე მეტად ესიზღება, ეს არის Chapel Roan. და იმ ვიდეოს მერე ჩერტი რატო არ ჩამიგდა? თუ მე შეგიგდა? შენ ჩააგდა. Okay, sorry. ჩერტი ჩამიგდა ჩვენმა საყვარელმა მაყურებელმა და ანა აი კიდევ ერთი მიზეზი რომ დააჯვაო ამ გოგჩოსო ეს ვიდეო უნდა ჩასვა. And I've asked these people several times to get away from me. Please step to the side. Step to the side. This person I've asked several times to go away and they will not. They're hiding their face because they're ashamed. Because I've asked them. These are all the people that are Can you sign completely disregarding all of my boundaries. So this is then go away. Happy to see you. So all of you, Love I'm you asking too. you kindly to please leave me alone Yes. and Yeah, stop sure. following me. Can you and give us something nice? Then we go home. What are you wearing? თავისივე ფანები ელოდებიან ამ ყინვაში და mind you მე მგონი ნიუ-იორკი იყო და ნიუ-იორკში ძალიან ცივა. მგონი Paris Fashion Week იყო. Okay, Paris. It's still cold there. და ანუ გვითო ვიდეოს იღებს რომ აი ნახეთო ესენიოს ჩემ space არ მაძლევენ boundaries არიციან რა არისო თავისივე ფანებზე ხალხო ჩემ ფანებზე კი არ არის საუბარი. Okay. ანუ არ გაგაღიზიან აი სიმართლე მითხარი გთხოვ. ხო და მე I researched a bit რა მოხდა. I went there to see just everything. ანუ კომენტარებში შეხვედი. კომენტარებში შევედი. ჩემ investigation გავაკეთე ის ტიპი, ის ბიჭი.
კარჩე, ფანი იდგა მარტო ერთი. Because I've asked them. ანუ და ერთი იყო ფანი, ვისაც ფოტოთი რომელიც ისა და ანუ მე ვიღაცა წერდა რომ ეს ტიპი პარიზში ცნობილი არის რომ ანუ ეგრე მიდის famous ხალხთან და ანუ აწერინებს ხალხს რომ გადაყიდოს ანუ he's not a fan he's just და არ მოეწერა ხელი ხო და გადაყიდოს ან გადაყიდოს რა უჭერს it's just a bit too არა მითხარი რომ გაყიდოს მაგაში რა არის პრობლემა რომ ვიღაცამ ორი კაპიკი გააკეთოს ხო იმის გამო რომ ყინვაში ელოდება ამ გოგოს tell me paparazzi culture is insane მე მაინც ხო ის ძალიან მეზღავა we made wrong person popular ხალხა you did not make anybody popular I did because I talk about her all the time okay that is my problem and you guys should hate on her არა, вообще არა. მე მგონია რომ ეგეთი რეაქცია არ უნდა ქონოდა, მაგრამ ჯერე რომ ანუ კი მოწონს მუსიკის კეთება, კი მოწონს რა ვიცი შექმნა რაღაცის, მაგრამ ეს ასპექტი პოპულარობის არ მოწონს. ესეთი კაი მომღერალი ჩემთვის არ არის. ჩემთვის არ არის, მაგრამ და არ არის ვოკალური და მუსიკის კეთება, გააკეთოს თავისი რაღაც პადვალში და უსმინოს ხოლმე. თუ არ უნდა ეს პოპულარობა და ფანები და ვიღაცა რო გულშემატკივრებს მაგრამ და არ არის ფანებზე საუბარი, babe. It is. Those are not. ეხა დამტკიცდა რომ ზუსტად ფანებზეც არის საუბარი. ანუ ის დამტკიცდა, გადამყიდველი ყო. ჯერ ერთი რა იცის, მაგრამ გადამყიდველი იყო თუ არ იყო? ანუ დარესერჩებული აქვს რომ პარიზში ვინ არის ისეთი, ვინც ხელს აწერინებს ხელს და ყიდის? Bullshit. არა, ეხლა ბოდიში მომიხადა. შენ ვინ ხარ ვაფშე ბოდიში გიხდიდე? ანუ მე მგონია რომ არადეკვატური რეაქცია ქონდა და Thank you exactly. მაგრამ ეს საიდან მოდის? No. I'll never understand. I'll never understand. ყველა რაღაც ამას რა აი ცოტა აკლია ჩაფულს უკვე არ იქნება გით popular. I feel like she's getting more and more popular with all of this. Is she? I think so. I don't know. Well. ეს იგივე თემა არის, რაც ის iconic video Bjork-ის, რო ჩადის ფილიპინებში თუ არ ვწდები. და ანუ თუ აი შეიძლება სხვა ქვეყანაზე არის საუბარი და ჩამოდის და I welcome to Philippines or Thailand რაღაც რომელიღაც ქვეყანაში და ანუ ეგრევე ეცა ხალი და თმებითათრია. Maybe it was the pressure of the press, perhaps it was the jet lag. Whatever, it took just one reporter and a simple greeting welcome to Bangkok for the pop star to lose that Icelandic cool. Welcome to Bangkok. ხალხს ჭირდება თერაპია. ხალხს ვინც ელოდება ხალხს აეროპორტში გარეთ. აი როგორ უნდა გიყვარდეს ვინმე? I might actually do that for თბილისში უმარტივესი არის თბილისში. For who would you do that? For my mom. No. For my popular parents. people. არც ერთი. არაბის გამო. არა. That is insane. ეგ არის რომ იყოს stalker, ჩაოლებრივად, ანუ რას ნიშნავს რომ ელოდები ვიღაცას, რას ნიშნავს რომ ელოდები ვიღაცას სასტუმროში, that is insane to me. რაც არ უნდა მომწონდეს, ვთქვათ, აი არ ვიცი ვინ ავიღოთ. ვინ მაგტანს? ხო. Charlie. Let's go Charlie XX იყოს რა. და თბილისში რჩებოდეს. Yes, I would hang out with her if she wanted to. She would definitely want like to. an after party or something. მაგრამ არავითარ შემთხვევაში სასტუმროს წინ არ დავდგებოდი, ასე რომ ველოდო რომ რატო? Are you better than others? I'm not better than others. I feel like she's a human. ანუ გაღმერთება ადამიანის ვერ ხვდები. გაღმერთება არ არის, უბრალოდ გინდა რომ ნახო და სხვაგან ვერ ნახავ. ხო გითხარი after parties-ზე ვნახავ მეთქენ სადმე. You're not invited. You're not invited, baby. We'll see. We'll see. ეს კვირა იყო სხვა მხრივად საინტერესო, რადგან მე ვიყავი კინოში. და cultural და ვუყურე, რას ვუყურე? Wuthering Heights. მე არ ვიყავ Wuthering Heights. ეს არ იყო ეგეთი თამბეჭდავი. არა, პრესტა მოვიწყება ხოლმე. ანუ ჯერ მეგონა რომ ეს ქარიშხლიანი უღელტეხილი იყო ქარწაღებულნი. ანუ რომ გამოვიდა მეგონა ქარწაღებულნის ეკრანიზაცია იყო და მეთქი ეს სამტომიანი წიგნი ძლივს ერთ ფილმში ჩატია ვიღაცამ შეიძლება არ იყიდაოთ ფილმი წაკითხulis არ მაქვს უბრალოდ ბავშვობიდან მახსოვს რომ აი ქარწაღებულს ვინც კითხულობდა ძალიან სქელი იყო და 2 თუ 3 ტომი თუ რაღაც მეთქი ვაუ და მე აღმოჩნდა რომ თურმე 30 გვერდიანი ქარიშხლიანი უღელტეხილის ეკრანიზაცია არის 20 ეგეთი პატარა წიგნი No, it's not that man. 200 ხა, წიპა. და მე რას ვფიქრობ, ახლა რო გითხრა, მარგო რობის ფანი არ ვარ, as you guys know. ვისი ფანი ხარ შენ დღემდე არ ვიცით, მაგრამ Carol G-ს გარდა. Lauren Sanchez-ი, Kim K, Aubrey Plaza. Who else? Bunch of people you guys. Sofia Vergara, ვისაც ვაფოლობ, ყოველს ფანი ვარ. .ეხა ნახე.
მარგო რობი ისედან ხო არ მომწონს, მაგრამ ვაფასებ რა, ანუ კარგად თამაშობს. მაგრამ ჯეიკობ ელორდი რატო არის ესეთ ჰაიპში, ვინმე პროსტა ამიხსენით. He's not that handsome, okay? Let's establish that. He's so, I'll give him that. Like he's just so. რაღაცნაირი ნიკაპი აქვს. რაღაცნაირი დებილი სახე აქვს, ხვდები? აი, რო გინდა რომ სახეს შემოარტყა. No? მან არ და ადრე მომწონდა. ეხლა რაღაც გონება გამინაცდა. მან პრობლემა იყო რომ რატო აიყვანეს Jacob Elordi მაგ როლზე, იმიტომ რომ რაღაც ვიღაცები წერდნენ რომ თვითონ წიგში ნაგულისხმები არის რომ Jacob Elordi უნდა ყოფილიყო აი უფრო მუქკანიანი პერსონაჟი, ან brown person or mixed. Like race doesn't matter, you guys. არა იმ პონჩი რომ ამ ეწერა რომ თვითონ წიგში იყო ისეთი ნარატივი, რაზეც იყო ამ ეს ფაიმი არიელი თუ რაღაც რო გადაიღეს შავკანი ხო, მაგრამ არიელში არ იყო race-ზე პრობლემა. მე ხვდები იმ წიგში თუ წერია და race-ზე არის პრობლემა, ისე უნდა იყოს. არიელში იყო პრობლემა ზუსტადაც, რომ თეთრკანიანი არის მულტფილმებში ყველგან. არა, მან დაიყო იმის გამო პრობლემა არ იყო, რომ აი there's a race or რაღაც მან იყო პრობლემა, რომ she had fucking tail. და იქ კონდა ისედაც შავკანიანს ექნება თუ თეთრკანიანს მშობლობა. No baby. აბა მან რა მნიშვნელობა აქვს Jacob Elordi-ის პერსონაჟს რა ფერი კანი აქვს? Tell me. მაგ დროს არ შეიძლება და ანუ mixed race couples რო ყოფილიყვნენ და ეგეც ემატებოდათ, მაგაზე იყო საუბარი წიგში. Okay, whatever. It's not about that. No, it's about that he has a weird chin. Exactly. ანუ მარგო რობი ძალიან მომწონა, ძალიან კარგად თამაშობდა. აი Jacob Elordi-ის თამაშიც არ მომწონა. ყველგან ერთნაირად თამაშობს. Saltburn-ში როგორიც იყო. ზუსტად ესეთი იყო ამ ფილმში და მეგონა რომ აი იგივე რაღაცას უყურებდი. I don't know how to explain you guys. He's Frankenstein სუყურა? No. არც ვერ უყურებ, რომ უყურა. მანდარი? ხო, თავროლში არის. Okay, of course he is. ანუ ჰოლივუდში არის. აი რა ერა გავიარეთ ხალხო Brad Pitt-ი, Leonardo DiCaprio, George Clooney, რაღაც აი უთესლესი კაცები და უცებ ვართ ისეთ სამყაროს, სადაც Jacob Elordi არის ტოპ კაცი. Oh my god. What is happening honestly? Როგორც დამთავრდა, ალბათ წიგშიც ეგრე მთავრდება და მე არ მაქვს აკითხული. Guilty. შემეგობარს აქვს. რა შემეცადა მარგო რობი ყდება. And I didn't know that. იმიტომ რომ არ ვიყავი და რაღაცა სხვანაირი ვერსია არის. თუ რომელიმე უნდა მომკვდარიყო Jacob Elordi რატო არ მოკვდა? I was sad about that. თან მარგო რობის ყავდა ჩაქცეული ქმარი. ანუ ძალიან ფულიანი, აი არ ვიცი ყველაფერი ქონდა ვაფშე და ამას გული მაინც მიუწევდა იმისგან. და მე და ჩემი მეგობარი ვინც ვუყურებდით, ის იყო რა რაღაც აი რომანტიკა და ვაიმე წავიდეს ვითომ ჯეიკობთან და რაღაცა მაგორზე და მე მეთქი ანუ გოგო თავი გაარყიე. მატერიალისტ ზერა პრობლემა თქვენ ზუსტად იგივე პრობლემა გქონდა. არა, თან იცი რა არის on the paper, ამის ქმარი იყო ძალიან კაი რა. He was caring, rich. Handsome in a way. ანუ ცუდი არაფერი არ ქონდა და ეგეთი ადამიანი როგორ არ უნდა გიყვარდა? Normal chin. შერას უყურებდით? არაფერს. Why? ეს ქვია. არაფერს არ უყურებდი მთელი კვირა? ჩემს რატო გადაგიცნობარი ამ ფილმს არ უგანმიხილავდი? თუ ეს იყო შენი განხილვა. Cosmetical review of a movie. ეგეთი plot-ზე ერთი სიტყვას არ გითხოვს გარდა იმისა, რომ Margot Robbie მოკვდა. Okay, what do you need? არაფერი, რაღაც როგორ შეთაბეჭდილება დარჩა გარდა იმისა, რომ გინდოდა რომ იმასთან ყოფილიყო მე ძდიდარი არის. სინემატოგრაფია მოგეწონა, კადრები როგორი იყო. Fuck you, okay? კარგად იყო სხვათა შორის გადაღებული, ეგ მომეწონა. მაგრამ აი ცოტა დეპრესიულ ფერებში იყო, მე მიყვარს აი ძალიან ათელი ფილმები და ძალიან აი La La Land-ის Barbie-ის გაფერადების La La Land-ი რაღაც აი ეგ თემა და აქ ცოტა მოღუშული ამინდი იყო. So Wow. Which I hate. ზიანი დღე არ იყო ფილმში? ანუ ჩემზე მართლა მოქმედებ შენ თავს. აი რაღაც ფილმები რო არის და მექსიკის სცენები რო არის და ყვითელი ელფერი რო ედება ხოლმე, ხო იცი? All of a sudden. You were born in a different continent, გონია. I know. სამხრეთ ამერიკელი ყოფილიყო. I know. ხო ხტები რას ამბობ? აი ამერიკულ ფილმში მეხიკო რო დაეწერება და რაღაც ყვითლად რო შემოდის, გიჟდებოდი, აი რაღაც გული მინაცდებოდა. And you want to be there. Yeah. Well, not right. ნარკო კარტელების და ყველაფრის მიუხედავად მინდოდა რომ მეთქი I want to be there. Yeah. Jacob Elordi-ის გარდა კიდე ერთი პერსონაჟი არის ჰოლივუდში, მამაკაცებში, რომელიც საკმაოდ პოპულარული არის. ცალსახად ეს არის Timothée Chalamet. Yeah, he. That Timothée Chalamet got himself in trouble.
რაღაც ძალიან ანაწიგნაძეს ხოდი გავუშვათ თიმოთის შალომეიმ. ანუ სხვა შორის არ ვიცი ვაფშე რა მოხდა და ეგ შემხდა რომ თიმოთი რაღაცაა, მაგრამ რა მოხდა არ ვიცი. I don't want to be working in ballet or opera or things where it's like, hey, keep this thing alive even though it's like no one cares about this anymore. აი ეგრე ცოტა თქვა. აი მენა საშინლად თქვა. Why would you say that? Media trained არ არის ეგ ბიჭი? არა, მაგრამ მე მგონი რომ like kind of you would say that. You would? You would. Yeah, I would. I would definitely. არა მაგარათა თქვა. ხო და რაღაცას მოყვა აი ამ სახიობობა როგორ დაიწყო blah blah blah. თურმე მე შემხდა კიდე ერთი TikTok-ი რომ თურმე ეს ტიპი კაი ერთი 15 წელია ერთი და იგივე ფრაზას ატრიალებს სხვა ინტერვიუებში წიხა და ჩუმჩუმა და ასე. ოპერის მომღერლებს ეგ ჩაჭერა. ოპერაზე და ბალეტზე რომ აი კიდე ოპერა არ არის, ბალეტი არ არის, რაღაც მომაკვდინებელი ხელოვნება არ არის და Oh my god. ამ ყველაფერს მოყვა კულტურულ საზოგადოებაში აჟიოტაჟი. ანუ შენ სტრესში. ჩემ სტრესში იყო. ყველა პანიკაში იყო ხალხო მართლა. თმები დაიწიწკნეთ? ხო. ანუ ყველა აბსოლუტურად ყველა ოპერისა და ბალეტის თეატრი რაც არსებობს სამყაროს მქონე ყველა მოპასუხა თემატე შალომეის ვიდეო თბილისის ოპერისა და ბალეტის თბილისის ოპერის ნინო ანანიაშვილმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. არა, მაგრამ ვიდეო დადას. მართლა? რო თემატი look at us bitch. ზუსტადაც რომ იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იაროთ ოპერაზე, აუცილებლად უნდა იაროთ ბალეტზე, ულამაზესი ხელოვნება არის, ურთულესი. როდის იყავი ბოლოს? Exactly? როდის იყავი ბოლოს? Exactly. მე ვიყავი 2 წლის წინ. არა, წინა წელს ვიყავი. ოპერაზე არა, ბალეტზე. ოპერაზე არასდროს ყოფილა. მართლა? Have you? Yeah. No, you haven't. Yes. Where? Armeni Salome. Okay. კიდე რა მაგნატონა მქნანახი ბევრვარიაციაში. ყოველას. არა, მე You're მქნანახი. not that special. ერთ-ერთ წელს იყო რაღაც საერთაშორისო დასი იყო თბილისში ჩამოსული და ანუ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ბალერონები და ბალერინები იღებულობენ მონაწილეობას და ძალიან ლამაზი იყო. Yeah. ძალიან პატარა ვიყავ მაშინ რაღაც. კიდე და მე თავი გაიმართლა თიმი. გონი რაღაც bullshit apology გააკეთა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ანუ თუ 10 წელი ადამიანი ერთი და იგივე რიტორიკას არის შემჯდარი, არ მგონია რომ აზრი შეეცვალა. იმენა ჯერ ერთი აი ტიმოთი შალომე ოპერაზე და ბალეტზე საიდან მივიდა თუ განზრახ არ თქვა და განზრახ რატო უნდა ეთქვა attention საკმარისად აქვს კაილის პანჩი. არა, ანუ მაგას ეგონა რომ ახლა რაღაც ვალიდური მაგალითი ანუ his intention was not like to be disrespectful ჩემი აზრით რა. Okay. მაგრამ ძალიან ცუდი განცხადი გააკეთა. ან მაგის გამო დაკენსალების ღირსი არ არის ჩემი აზრით. არა, ბევრი ამბობდა. It was weird. ბევრი ამბობდა რომ ანუ სიმართლე ანუ ერთი ბალერინა ამბობდა რომელიც ახლა pop star არის, რომ ანუ სიმართლე გითხრათ ანუ დიდად არ ციტყვება, იმიტომ რომ მართლა არც თუ ისე ბევრი ადამიანი ასე ხშირად დადის ბალეტზე და ოპერაზე და შეიძლება вообще ეს განცხადი გააკეთა და ამას ასეთი გამოხმაურება მოყვა, უფრო მეტი პიარი და ის მიუვა რა ქვია. Exactly. ამიტომ მადლობა უთხრათ თემატი შალომეის. I guess lighting-ის ბოლო დონე. და ჩვენ წავიდათ ოპერისა და ბალეტის თეატრში. აუცილებლად და მე მინდა რომ გამოვიდა. ყველაფერი მგონი არ გამომივა ხალხო აი როგორც აუ წინაზე როგორ მომიშალნ რომ წინა ეპიზოდში რომ არ ჩანდა ის რომ ამბობდი 4 გაქსელზე. მე ამიტომ მეგობრებმა არიციან რომ მეორეჯერ თუ მესამეჯერ რომ ვიყავი სასრიალოდ მისული რომ დავდექი თუ არა ეგრევე გავაკეთე 4 გაქსელი. ანუ არავინ არ გადაიღო იმიტომ რომ ვიყავი მარტო. კამერები ჩანეწარებით ვთხოვეთ, უბრალოდ თურმე აღარ იზერდა იმ მომენტში კამერა. ხო, 24 საათში შლიან და. მე დარწმუნებული ვარ რომ გააკეთა. Thank you. Yeah. კიდე ერთი დრამა არის, მაგრამ ეს დრამა მგონია რომ ნაკლებად გაინტერესებს შენ. Okay. Cats Eye ხო იცი ის girl group. Swear to God. მე რომელიც მე ძალიან მიყვარს. მან ერთ-ერთი მთავარი გოგჩა რომელიც ყველას მოგწონს, არის ულამაზესი უნიჭიერესი blah 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 Manon, რომელიც არის შვეიცარიელი, ოღონდ არის შავკანიანი. ანუ და არის K-pop რაღაც ჯგუფი. არა, it's not K-pop. აი, Cats Eye რო K-pop არ არის, ეს უნდა გავიაზრო, იმიტომ რომ ყოველთვის ვქონია რომ K-pop არის. ნუ აი როგორი არის? Inspired by არის. ხო და რაღაც აი Fifth Harmony თუ რაღაც რო. ხო, მაგრამ რაღაც აი ცოტა ისეთი ვერსია. იმას რა თქვა? Camila Cabello რო იყო. Fifth Harmony. ხა, ეგ იყო. ხო. და короче, ძალიან ყოველთვის მინდოდა სპეკულაციები, რომ აი მანოს ჩაგრავენ, რაღაც she's not getting enough attention, მიუხედავად იმისა, რომ she's like the center of the group. მიხვდი, ანუ სულ ცენტრში და სულ როგორც Blackpink-ში რო არის ის მეოთხე გოგა, რომლის სახელიც არ ვიცი ერთადერთი. Jenny? Jenny, არა, Jenny არის უსაყვარლესი რო. Jisoo. Jisoo სახელი როგორ არის ჩემო? ყველაზე მეტად გავასაბა Jisoo. დამოვიდო.
არა ის იმ დღეს მევასებოდა, იმიტომ რომ შემეცოდა. ანუ Menon არის ჩათვალე როგორც Jenny. ვიცი Jenny, Lisa, Rosie და Jisoo. Rosa და Jisoo apparently. Yeah. რომელსაც ჩაგრავენ ასე. არა, ხო და Menoni არის ჩათვალე როგორც Jenny რა, ანუ ყველაზე პოპულარული, ყველაზე მეტად რო ფანებს ევასებათ, ყველაზე რა ვიცი, ლამაზი, blah blah blah. Oh my god, coming from you? ეს შენ ენაზე რო გაგაგებინა, მიხდი მარტივად. Girl კაროჩე რა ამ ჯგუფიდან და უცებ ბაც და მიდის. და ტოვებს ჯგუფს. No. ტოვებს, ოღონდ როგორ იცი რა, ანუ I nervous, I'm not sick, I'm not like dealing with anything, I just needed to step away, რა, ანუ hiatus-ზე არის, და ხოთის ანუ მე თქვას რომ კი დაბრუნებას აპირებსო, მაგრამ წარმოვიდგინე რა ხდება კულისების უკან, რომ Menon გამოიტანეთ ვინმე ეს ამბავი. ვინ იცნობთ Menons? ანკეცა ის ვინმეს? რამდენი არიან მაგის გარდა? მაგის გარდა არიან 4 თუ არ ვსწავლე, 5 არიან ჯამში. Wow, good for them. Fair enough. ძალიან ნორმალური თემა არის, ხალხო როგორც უკვე მიხვდით, ნახე. სამი სამი მაგალითი გვაქვს უკვე. აი, ეს პოპ ჯგუფები რო არის რა და იცი რომ ერთად კარგად მუშაობთ. ანუ ყველას გევასებათ სამსახურში რომ მიდიხართ თქვენ თანამშრომლები, მაგრამ იძულებული ხარ რომ იმუშაო და უძლებ. მით უმეტეს როცა ხარ რაღაც აი ტოპ პოპ ჯგუფში, სადაც მილიარდებს აკეთებ. ხო. ანუ რაღაცა გაიწიე და იმღერე რა. მან პრობლემა კიდე რა არის, იცი რომ ანუ ხალხი ვერ იაზრებს რომ ანუ they're co-workers, ანუ თანამშრომლები არიან, მეგობრები შეიძლება იყვნენ, რაც ძალიან კარგია, როგორც მაგალითად მე და ანა ვიყავით თან კოლეგები და თან მეგობრები. მაგრამ ყველასთან ხო არ ხდება ეგრე, მე ხშირად ვამბობ, ანუ არ არის აუცილებელი რომ everyone to love each other. You're selling my point, I feel like. მაგრამ კიდევ ამას რომ დაუბრუნდეთ, I feel like there's some sort of mental health things as well going on. Yeah, there must be. ანუ რა დაუბრუნდეთ იმ points, რასაც ვამბობდი რა. ანუ როცა ამდენ ფულს აკეთებ, ხალხო თქვენ აზე ვერ მოდიხართ რა ფულზე ალაპარაკი, ასეთი გავლენები გეძლევა, პოპულარობა, ხალხისგან სიყვარული და რას ვერ იტან, რომ ტურზე წახვიდე და უბრალოდ რაღაც ამ დღეში ერთხელ ვიღაცასთან დადგე და იმღერო, როცა შენი ცხოვრებაც გაქვს რეალურად. მაგრამ მან შეიძლება სხვა რამეზე საბარი, მან ხარ შენ გოგოშკო გაბუტებაზე. ანუ ერთი დამისახელი ერთი პოპ ჯგუფი, რომელიც დაიშალა და ინდივიდუალური კარიერა კარგი აიწყო. Beyoncé. Fuck you. And it's just her, okay? არა, შეთქვი ერთი დაგისახელი. What's your point? აი, ერთი ჯგუფი დამისახელი, რომელიც დაიშალა და ორმა აიწყო კაი კარიერა. Exactly. მასადა? Exactly. ჯგუფები არ მახსენდება. One Direction. Harry Styles და Zayn. ვინ არის Zayn? Gigi Hadid sexy. Gigi Hadid is sexy. Sexy. ხო, მართლა არ მახსენდება. I'm telling you, ვერ ვიაზრებთ, ანუ კარგი პარტნიორები, როცა ხართ რაღაც საქმეში ადამიანები, როგორც მე და შენ ცხოვრებაში, მაგალითად, ვიღაცა და ვიღაც დავუშვათ რაღაც სასიყვარულო ურთიერთობაში. ანუ უნდა მიიღო ფაქტის დონეზე, გაიაზრო და აფასო და შესაბამისად შეინარჩუნო. ეგრე ვინარჩუნებთ ჩვენ მეგობრობას. Exactly. ხო და ვინ გონია, ეხა იქ გოგო წავიდა, ორი თვე ილაპარაკებს ხალხი, რომ აი მე რატო წავიდა და მე ყველა წიხსა დაიკიდებს. And she deserves that. ის არ უნდა გავიწოს, რომ არ იცი რა ხდება უკანან, შეიძლება ვაფშე არ ყოფილა გოგოებს შორის პრობლემა და შეიძლება თავისი მიზეზები აქვს და რაღაც. მაგალითად, Simone Biles არის სოფლიოში ალბათ და ისტორიაში საუკეთესო გიმნასტი. ხო წარმოვარჯიშა და ზუსტად იგივე გააკეთა take a mental break დაბრუნდა და მე მიიღო აქ რა იგივე ბეტში არაფერ შუაში არის ეს მაგალითად Simone Biles იგივე გააკეთა Elisa Lam take a break for mental health არა ოლიმპიური ექსპერტი ვინ არის ჩემ პაჭაჭონა და იგივე სიზამს მანონი take a break და ეგრეს მიიღებს Grammys Cuz gnarly. It's not the same. ისეთი ამოვარდნილი რაღაცის მოიყვანე, გასამყარებელი არგუმენტი. მე მგონია რომ we should stop caring so much. No one cares honestly. მანუ მივინ არის ვაფშე. მგონია ეგ არის წინაზე მოდი ეს მომწონსო. Really? Yeah, I think you love her, so you better care. Okay, I will care then. She's like your Jisoo. Is she? Yeah. Well. კიდევ უყურე Netflix-ა ვალენტინი ქვია და რა Valentine. არა, იმენა ვალენტინი. რუსული სახელი ვალენტინი. და რაზე?
ვიღაც ბიჭზე, რომელიც არის პროფესორი ახალბედა და ვიღაც ქალზე, რომელიც არის ცოტა ძოლბედა პროფესორი და რაღაც tension რო არის რა. იმიტომ Netflix-ზე შევედი და პირველ გვერდზე ამომიგდო და ძალიან კარგად მიცნობს სხვათა შორის Netflix-ის ალგორითმი, ამეთ კი ალბათ უეჭველი მომწონს. არ მგონია რომ ძალიან complicated ალგორითმია, უბრალოდ რომ-კომების sections გიგდავს პირველ ხაზზე. Fuck you. ხოდა ჩავცეთ, აი ხაიც რაღაცას რო ჩართავ და 3 სერიას რო უყურებ და მე რო პროსტა რო გენანება ის 3 სერია ნანახი და ბოლომდე რო გინდა გაიყვანო, მაგის გამო უყურებ მაგარი შტარობა, არავინ არ ჩანდა, just so you know. ანუ თან 8 სერია იყო და ამათ tension-ი იწყება პირველივე წუთიდან. ხო. და რა ხდება არაფერი მთელი 7 სერია და მეორე სერიაში ძლივს რამე. Oh my god. Waste of time. Waste of fucking time. ძალიან იშვიათია რომ რომ-კომი არ მაგაწამს. თუ რომ-კომი არ იყო? I don't know. დრამა. Drama? Okay. და რომანტიკა. ხა, რომანტიკა. ეროტიკა. Not really. ეროტიკას ვერ დავარქვი მე. 8 მარტი, როგორ გაატარე 8 მარტი? დაგასაჩუქრას? No. იმენ არაბინ არ მაჩუკა ყვავილი. მე ჩემი მეგობრების ნახვა მომწია მაგ დღეს და ვაჩუქა ყველა კოკოს ვინც ნახე მაგ დღეს ყველა. Yeah. Oh, you told me that you were going to. Did I? Yeah, you did. არა, ეგ სხვა არის. ხო, ეგ იყო შაბათს და კვირას ვნახე კიდე მეთქი. Oh my god, you don't have that many friends. I kind of do. და მასავე მინდა ყველა ქალს გადავუხადო მადლობა იმის გამო რომ 8 მარტს გვაქვს უმაგრესი ფასდაკლებები რის შედეგადაც და 3 და 8 მარტი არის დასვენების დღე. ხო, ეგ, მაგრამ 8 მარტი იყო, ოი რა, ამიტომ წელს არანაირ მადლობას არ იმსახურებ. Exactly, მაგრამ 3 მარტი მე როგორც მომავალი დედა არ ვიმსახურებ მადლობას. კი, კი. Exactly. A mother to a lot of people. Exactly. და ვიყიდე 2 ახალი ხალხოს უნამო და I'm so fucking happy. Show us. Oh my god, talk about the perfumes you like. ფემ ეხლა მომზადა. ეგ არ მithქვამს შენთვის ვარ არომატიკაში კაროჩა. მათვალერებს უნამოს და მოდის ვიღაც ბიჭი. ბოლო 3 ეპიზოდია გიწერთა რა გთხოვთ ილაპარაკეთ სუნამოებზე და თურმე იყო ეს ბიჭი. და არომატიკაში შეგხვდა. და შეხვდა არომატიკაში. Oh my god. Oh my god. მეთქი თუ კიდე ბარემ აქ ვგანახებ რა ბაკ. ექსკლუზიურად. მაგრამ ხო არაფერი არ მიჩვენებია ერთი სუნამოს გარდა. გაჩვენე ახლა. Oh my god, there's a lot. მოკლედ, ყველა არ წამოვიღე, რაღაც 6 შევჭერდი. მე-7 ნანახი გაქვთ ალბათ იმ ვიდეოში Balenciaga სუნამოზე. მოკლედ, შევიძინე ეს კინცუგი. აქვს უთესლესი სუნი, როგორც ანას ვეუბნებოდი, რაღაც კონკრეტულ memories მახსენებს, რის გამოც ძალიან უყვარს ეს სუნამო. ანუ უკვე ამდენი დახარჯა? არა, არც იყო ბევრი. კინცუგი არის, მეგობრებო. როგორი მინიმალისტური ისა. ერთ წამი მინდა დაინახო, ნახე, კინცუგი არის იაპონური ტექნიკა, როდესაც ტყდება ჭიქა ან კერამიკა ან რაღაც, ხო, მე აწეპებენ ოქროთი. Show me. და ნახე, აქ არის სპეციალს გახეული ბზარი არის ვითომ. იმენ ლარი დაუციჯდება ამის ჩამოსხმა. Wow. სუნი ნახდად არის ლარი დაუცი. ეს ვერ წაკითხო, ეს არის მადელენის გრაფიტი. ამას აქვს ცოტათი. აი, ამას ეს არის ყველაზე სტრანი სუნამ ალბათ რაც მაქვს. სად იყიდეთ? ეს მარჩუკა ჩემო მეგობარმა ვიკამ, რომელიც თქვენ ალბათ 7000 ჯერ გსმენიათ, მეგობრებო, პარიზში. ანას დახმარებით. Thank you. იმიტომ რომ ვიყავით მისულები, უნდა მეყიდა ჩემთვის დაბადების დღეზე პარიზში და მივედი და რაღაცა ვერ გადავდგეგნა ბიჭი თუ რაღაცა. იმიტომ რომ it was expensive, I think. საკმაოდ, ოკეი. და მე კიდერთხელ შევიდეთ ანა მეუბნება და მეთქი ანეს რა თუნდა მეთქი ეხლა ვაფშე არ აწერია ექსუნამოს მაღაზია და კაი მეთქი წავიდეთ კიდერთხელ დავსუნოთ მეთქი თუ რაღაც თქვა და უცა ბაც და ეს გინდა ხო? ამას ავიღებ და მეთქი what the fuck is happening? Were you? Yeah. I was that bitch. Squishy-ფული. სხისიფოლი. კიდევ ეს არის მდიდარი სუნი, მდიდარი სუნი თუ გინდა რა კონდეს კარჩ უნდა ისხა ეს. მაგრამ ეს მგონი გესიზღება შენ. ისღება, ანუ აი თავს მატკიებს. Crystal saffron, crystal saffron. როგორც ვიხდებოდი top note არის საფრანა. და საფრანა არის გონი თორსები ირანში მოიპოვება ყველაზე ხარისხიანი წითელი ასეთი წვრილი. ანუ შემდეგ სეზონი ჩავარდება მაგ სუნამოს. და გაიზრდება ფასი. და საკმაოდ მართლა ძალიან წვრილია და ძალიან სასარგებლო არის. და ჩემი საყვარელი. შენი საყვარელი, ეს არის ყველაზე ესეთი basic სუნი მართლა რაც მაქვს აღონ. ეს არის Goldfield and Banks Pacific Rock Moss. ეს არის იდეალური საფხულის სუნამო.
ყველაზე მარტივია, ეს არც პრეტენზიული, არც არაფერი. Gorgeous. ეს არის მგონი მეოთხე ბოთლი რაც მაგ. ძალიან მომწონს. თავიდან პატარა ვსკვირველდი. Clean boy. It's simple. მიხდეს მარტივად გაიაზრებ რა. მით უმეტეს მიუჩვაველი ცხვერი მარტივად I მიხვდება. love simplicity in everything. As one of those tracks for humans. ხო, ეს ბრენდი უკვე კაპუტ, babe, ეს ბრენდი უკვე აღარ არსებობს. ჰიდროგენ 1 ქვია თორსაბი ამ სუნამას ეს ვიყიდა სავაჟში, მგონი ამაზე მე და პატარა TikTok-ი. ეს მახსოვს ის ხომ ხოლმე? თავიდან რო ვისხამ აქვს ძალიან ესეთი წვანილი სუნი აქვს თავიდან ნახე. უნდა შემასუნთქო აუცილებლად. ხა. აი პეტრუშკას სუნი აქვს თუ რაღაცა მე რო ჯდება, იმიტომ რომ სიამბლეში არის melon. Oh my god, this is so bad. არა, ჯდება ძალიან კარგ სუნზე. და ბოლო შენაძენი ასევე, რაც შევიძინე იყო ჯერჯერობით travel size test-out. Memo Paris's Irish leather. ეს ძალიან ისეთი expensive smell. How much is it? არა, ეს თვითონ იაფი არის 190 ლარი. ეს 190 ლარი და თვითონ იაფი არის ეს. Full size ძვირი ხარ საკმაოდ 1000 ლარი. Okay, baby, take it. თუ რაღაც ეგრე. მაგრამ ეს არის ჩემი sneak peek კიდე მაგ ბევრი სუნა, მაგრამ not all of them deserve to be shown. ეს დამიტოვე მე. როგორი წამაგლიჯო ხელი და. Don't touch my babies. She's good კარგი ხნარა, მაგრამ ის ხალი როგორ დაიცვალა, მაგას ქონდა ეგრე თავისი პარიკები. My babies. Oh. Wait. My babies. No, your kids aren't here. My girls. What girls? My girls. Oh. Lorna, second from the left. Okay. If she takes on smoke, she'll never recover. Hey, this one. And Cindy below her. Cindy, I just gave her a blowout. შეგპერდი რომ უყურებთ ხო? ძალიან ბევრი რაღაცას გპირდები და გაგდება. I'm so sorry. Not really, but yeah. Welcome to my life. Welcome to my friends. Welcome back to my channel. ხო და სუნამები. რა. შენ არ გევასება სუნამები ეგრეთ, იმიტომ რომ მგონი ყველა სუნამო რაც გაქვს ერთი სუნი აქვს. Yeah. Coconut, chocolate. I'm a girl with taste. Coconut chocolate. და loyal ყველაფერში. რაღაცა მიყვარს ბოლომდე. რესტორანებსაც ეგრე ხარ? Am I? Actually I am. ანუ ხალხო ლოლიტაში მიწოს ძალიან ხშირად მისვლა. იმენა ვეზღები მე მგონი ყველას. რატო? ანუ აი ყოველდღე შევდივარ ხო მობეზორდა თუ უკვე ჩამინდა ნახო და გახსოვს იოტაში რომ ჩემ შეკვეთა იცოდნენ. აქაც მე მგონი ამდენი აკლიას რომ სულ ერთი და იგივე რაღაცას ვშამ. არა სხვა ადგილები უნდა დავიწყო. თან მიყვარს ყველა ერთი დღე იყო რომ გადაწყვიტა რომ სხვა რაღაცა ჭამა და ეს გოგჩაფათის დანებო რომ ისევ აჭარული ხაჭაპურე. დღეს არა. თან არა ცოტა ნიშნის მოგებით მითხარ რა. ისი არა რომ აუ ისევ აჭარული ხაჭაპურე. ნიშნის მოგებით რას ნიშნავს? ანუ რა გონორით რაღაცნაირად არა. ნიშნის მოგებით ნიშნავს რომ კარგად გითხრა ესე იგი რომ ტიპის პანჩი რა აი. No baby, ნიშნის მოგება მაგას არ ნიშნავს. არა. Are we sure? ნიშნის მოგება ანუ შენ ტალანტის გამრავლებაც არის ცოტა რა იყო. ნიშნის მოგება ანუ შენ წარმოგიდგენ ფულის მიღების პონჩი. ნიშნის მოგება რა ანუ შენთან ქულები ჩაიწეროს რა ანუ აი. არა, ნიშნის მოგება არის რომ აი შენ თავი წაგამეტოს. ნიშნის მოგებით. Are we sure? Короче, გონორით უთხრა ბაზარი არ არის და მეც. ხომ მითხრა გონორი? და მეც გავეცინე და მეც აი დავუდექი მხარ გვერდზე და მეთქი დიახ. წამოდგა და გვერდით მიუდგა. გვერდით მიუდგა ასე. და მე მაგის გამო მოუწია შავი ანგუსის სტეიკი შეკვეთა ანას. აი. ჯინაზე რა რაღაც ვაფშე სხვა და ყველაზე ძვირიანი. Bring a ton of black caviar. Black caviar. Oh. თან მოგვიწონა, მოდი რეკომენდაცია გავცეთ, ერთად რა ვიყავთ ლეოში. ხა, it was good. კიაჩელზე თუ არა, სადღაც მანდ, короче. კიაჩელზე ლეო და რა ვჭამეთ, ძალიან კაი იყო, კრევეტების რაღაც თუ salmon რაღაც იყო. რაღაც აპეტაიზერი შევკვეთეთ, რომელშიც იყო შავი ხიზილავა. ანუ აპეტაიზერებს ვინც არ ჭამთ ხალხო, მე ვიყავ ის ადამიანი, ვინც არასდროს არ და დავითი არის იმენა გიჭდება აპეტაიზერებს და მეც ისე ჩავაჭირე, რომ სადმე რომ მიდივარ რაღაცას ხო უყვეთა. ჩემ მეგობრები ვერ მივიყვანა იმ ჭუამდე, რომ აი რაღაც main dish-ის გარდა რაღაც ხო ჭამენ და აპეტაიზერს ცალკე უყვეთა, მთლიანად მევჭამ. კიდე რაღაცას ანუ და ჟაი კარაქი და პური, სად ვჭამეთ უგემრიელი შეკინსკიში. არა, მანდ იყო უგემრიელი.
კი, არა, პარლამენტის უკარო არის, მათ იყო კიდე. მან ხო რეზერვში იყო იმ Oh my god, it was so good. მაგ ხარ დამყოფი ვეჭველი ნაწახვიდათ ერთხელ, იმიტომ რომ საოცრება. Okay, it's not that good. მაგრამ იმიტომ რომ შენ არ გიჭამე ის ომაკასე მენიუ, დიდი მენიუ რო არის, ყველაფერი რომ მოაქვს. Yeah, I don't know. მაგრამ აი კარაქი და პური აპეტაიზერად არის top, სადაც კარგი კარაქი. აი რუმსშიც ხო შევუკეთე, რუმში ძალიან ბანძი კარაქი ქონდათ, მაგრამ პური კაია. მაგრამ მაინც უკათავ. ძალიან კარგი კარაქია. არ ჯერე კარაქს ვსაუბრობ. ძალიან კარგი კარაქი კომუნალის ფრანგულ რესტორანში შეკინსკიში. იმიტომ რომ ტრუფელით არის. მე ხო ჭამე. კი. Sorry. ჩემი საყვარელი ის ცოტათი დიდი მარილი რა. ხა. დატეხილი მარილი. ანუ ტრუფელი რაშიც არის, ყველაფერი მიყვარს, რა არის ეს ობსესია გამაგებინათ. და ტრუფელის პასტა. Top ხალხო მე კარბონარა მიყვარს, I'm a basic bitch, მაგრამ ტრუფელის პასტა ამბროსიანოში ვჭამე იმ დღეს. Top, ანუ უგემრიელესი იყო. ყაბელა მგთხოვთ დავიძრე. ტრუფელის პიცაზე ვგიჟდები, French fries with truffle საოცრება არის. Oh my god. Truffle sauce. Truffle sauce вообще საოცრება. პრესტა, მე ხარა ჩაჭარა მაგ პიცებზე რა, აი, ძალიან იტალიური პიცები არ მევასებ, აი, ცოტა ამერიკული უნდა დაკრავდეს, ანუ აი ხო ხდები ძალიან თხელი და ბევრი ზეთი რო აქ ეგეთი არ მიყვარს. ნახევრად გეთახმები. მე მევასებ თხელი პიცა. ნახევრად ესე იგი, მე მევასებ თხელი პიცა. ოღონდ არ უნდა იყოს, აი, გაჟღენთილი ზეთში და არ უნდა იყოს სველი. მაგიტომ მგონია რომ ამბროსიანოში არის ერთ-ერთი საუკეთესო პიცა და არავის არ ჩერა ჩემქართან. ძალიან კაია ამბროსიანო. და მაშინ რომ გამოვიძახეთ ვიღაცა გამოძახებული არის ძალიან ცუდი და ხო გეუბნები ეხლა რომ ვიყავი მისული ჯერ ესთეტიკა არ მომწონს იმიტომ რომ ის გაქანება არის აი სახლური ესთეტიკა რომ ვერ ვიტან მაგ გაქანებას რესტორნებში მithქვამს ადრე ყოველთვის ვიტყვი აი ია სამანი რო არის და აი ეგეთ თემები ძალიან ბევრი აი სახლური გარემო გეგონება რომ ძველი სახლი გადააკეთეს აი გვაიბი იმენ არ მიყვარს მაგრამ ღირდა იმიტომ რომ პიცაც უგემრიელესი იყო პასტაც უგემრიელესი იყო აპეროლის ნორმი იყო მიუხედავად იმისა რომ აპეროლი არ მიყვარს და it was so good you guys. Yeah. ძალიან კარგი არის. Yeah. და აი მე როგორც ვიცი, ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ აი ქვილი იტალიური, წყალი იტალიური, ჰაერი იტალიური. ლეოშიც რა ვიყავით იქაც ხო გითხეს რაღაცის პიცა ან პასტა მინდოდა შეიძლება ტროფელის თუ რაღაცა? გონი რომელიღაც პიცა გვინდოდა რაღაცი. პროშუტო არის. ხო და იტალიიდან უნდა ჩამოვიდეს ოვითო მაღოდებით, ანუ დისტრიბუცია მუშაობს ხალხო, პროდუქტების. იტალიიდან ჩამოგოგ ჩვენ ყოველას. Period. ერთადერთხელ პესტოს ამოღება მინდა და იტალიიდან ჩავიდე ჩემს ზურგ ჩანთაში და გადამიგდეს obviously. ანუ როცა მე რამე მინდა აგდამე ყოლოპანჩი. რა. გერმანიაში თმისეთი რო გადამიგდეს არ გახსოვს? ყველაზე კარგი იყო. მე გადამიგდეს ხალხო უდიდესი jog, ასეთი დიდი კონტეინერი ნივეას, მაგრამ ისე მე კიდე 6 ევროიანი იდიოტობა. უბრალოდ გან დამწვარი ვიყავი თუ რაღაც სახელზე და მაგით. გამოყენებული იმენა მთელი 10 დღე ნაგულავები ნივეა ბოლოს ნარჩენები გადაგიგდეს, რომ აი ტეხავსო ეს რო წაიღო, შენ მაგითო გადაგიგდეს. ხო და მე იმიტომ გადამიგდეს, რომ შენ არ უნდა ქონდეს რბილი თმებია. და მეგის შენ არ გახუფლება წყალი დავლიო. და ვინ შექმნა ყველაზე დიდი პრობლემა? მეგიმ. აი ეგ მენატრება მგონი უფრო მეტად ვიდრე მოგზაურობა. მართლა. ანუ აი მართლა მჭირდება რომ სადმე მოგზაურო, აი მართლა დეპრესია დამეწყება უკვე. მე შეიძლება წავიდა. სად? მაისში. სად? ახლა მომკლავ ჩაულებრივად. ერთი ქალაქი სადაც you would never guess for me to go. სად? სადაც შენ გინდა შეგირანდა. Tell me. სტამბოლში. Why? რატო მიდიხარ შენ სტამბოლში თორე, კაი? Kanye West-ის კონცერტზე. Are you fucking ერთ ამჯერად ერთი ეს ინფორმაცია დაკონფირმებული არ არის, მივდივართ თუ არა, მე მინდა ჩემეგობარს ძალიან უნდა. მე უბრალოდ მინდა რაღაც ძალიან იაფი გამოდის. Kanye West-ი რო სტამბოლში არის ცოტა ვერ წარ. აი რაღაც ჩემი ორი მსოფლიო რო ერთმანეთს ეკოთება ეგ თემა. აი Kanye West-ი სტამბოლში. არა, ისეთი დიდი ქალაქი არის რომ კონცერტი გაიყიდება. Ясно, გაიყიდება. უბრალოდ ეგეთი სვირი არ იქნება, როგორც სხვაგან დაუშვათ. Okay, you can go. ხო, მაქვს გაგლაუფლებას. მე ვფიქრობდი წასვლას უბრალოდ. კანიესა? არა. ზოგადად. просто სტამბოლში. და იმიტომ რომ ხალხო სტამბოლში არის იმენა ჩემი თემა. ერთი რა რაღაც ესეთი, ანუ რომ მიდიხარ ქუჩაში, რაღაც ყოველ კარგად გიყურებს და არა. Yeah, they do. რაღაცნაირი ხალხი არის თბილი. ამასთან ვაფშე არა. იქ ხალხს ვიცნობ, ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. ხავს 10,000 მეგობარი. Yeah, it's so much fun and I love them all.
და მე მგონია რომ იმანაც გააფუჭა ეგ ჩემი experience ისტანბულის რომ გაცილებული ვიყავი და სიცხე ქონდა 4 დღე კაი ვაბოდებ 3 დღე ლოგინში ვიწაკე და you hate us ხო იცი 2 კვირა ერთად ატარებ უკვე სტამბულში თან ახლა კი არა Oh my god it was so good თან ისეთი კაი Airbnb ქონდა არა Airbnb ყო მე სიზმრება ხოლმე ანუ ეგეთ კარგი Airbnb-ში მე ცხოვრებაში არ ყოფილვარ და მაინჯის Airbnb-ში დავდივარ ხალხო იყო რო ჩათვალეთ როგორც აი ნიუ-იორკის townhouse-ი 2 სართულიანი გარეთ ბაღი თავისი ქონდა და თვითონ უბანი იყო ყველაზე artsy. ბეიოღლუ ვინც იცით სტამბოლი. არა, ბეიოღლუში იყო სადღაც კონკრეტულად. ბეიოღლუს ყველაზე ტოპ ადგილას. ხო. და ბეიოღლუ არის როგორც მთაწმინდა აქ რა და ძალიან ისეთი ხო? ხო, რაღაც აი artsy ხალხი რა ცხოვრობს და აი ხელოვანები და რაღაც ეგეთი. ხო, ანუ ჩვენ ქუჩაზე ხალხო იყო, სულ ეს art galleries და ეს vintage მაღაზიები და რაღაცები და ის antique უძვირესი იყო და ანუ რა თქმა უნდა მე ანუ ხალხო ეს რა ობსესია არის რაც ამათ ჭერს მე რო ვიცი რომ მაღაზიაში ვერ ვიყიდი რაღაცას ანუ არ შევალ იმიტომ რომ მეზარება ეს და მეგი ანუ თულად რომ იცოდნენ რომ მილიონი ღირს მაინც შევლენ უყურებენ ატრიალებენ ათვალიერებენ რაღაცას კითხავენ კონსულტანტს მეთქი get the fuck out of here right now sorry manifestation why do you do that და ნახე where ანუ რა შედეგი მოვუტარე მეგის ყველაფერი აქვს შანელის ჩანთა შენ რა გაქვს I don't want that. ეს ყველაფერი იყო მეგობრებო. მეორე დრო ვიყავი მე Galata Towers-თან. no. ძალიან ახლოსაა ბეიოღლუდანაც, მაგრამ იმენა ძალიან ტურისტული ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი კარჩმონთან. Yeah, that's true. ხალხო, თუ მე ბეიოღლუში ცხოვრობს, საკუთრად დაგვერკეთ გესტუმრებით. თუნდაც პროსტა ანუ მე არ მაქვს პრობლემა თუ ჩემთვის არ არის ადგილი, იმიტომ რომ she really wants to go. Yeah. შენ ისეთი შენძრეული ხარ, გასოდინება სავარაუდოდ შენი საყვარელი მსახიობი საცხოვრობს. ანუ ბეიოღლუ არის ევროპულ ნაწილში სტამბოლის რა ეს აზიურ ნაწილში ცხოვრობს იმიტომ რომ მეც ახლა რა იქ ლოკალურად ცხოვრობდა სტამბოლში ანუ უფრო ისეთ ადგილას ვიცხოვრობდი სადაც ამდენი გზააბნეული ტურისტი არ დადის და ევროპულ ნაწილში მაგ ხარეს ნიშანთაში და ეგ ძალიან ბევრი ტურისტია ხო და უფრო ისეთი მაგრამ ანუ აზიურ მხარეშიც თურმე ძალიან ძვირიანი უბნები არის და ძალიან ფულიანი ხალხი ცხოვრობს პროსტა ხალხო ვერ ვიაზრებთ როგორი გიგანტური ქალაქი არის ანუ თვითონავით რომ ფრინდები სტამბოლში ანუ არ ჩერდება ანუ გადაჯდომა როცა გახალ ყველაზე კარგად ხვდები რომ ჯერ რამდენი ხანი ჯდება და რამ ხელა ტერიტორიას გადიხარ მე რო აფრინდება კაი 15 წუთი ქალაქის გარშემო მიფრინო თბილისი და რო აფრინდები 2 წუთში არ ჩან ანუ ფოტოს გადაღებას ვერ ვასწრებ რაღაც ანძა გამოჩნდა სიმენა we're so cute and tiny. Petite, we're petite. 20 million. 20 მილიონი ხალხო, ანუ აი ერთ ქალაქში ცხოვრობს. ანუ რაღაცნაირად შეწყვიტონ თურქებმა გამრავლებენ. They're too much already. მაგრამ სხვა ქალაქებში ცხოვრობს მაგდენი თურქი? 80 მილიონი თურქი არის, მარტო თურქეთში და გერმანია ნახევარი თურქები არიან. Can you imagine? შეიძლება მგონი პოდკასტი თურქულად უნდა დავიწყო. უფრო დიდი აუდიტორიასთან გვექნება. თეშიკულედა. მეგობრებო, მადლობა რომ გიყურებით როგორი ტყოდი. Fuck off. მეგობრებო, მადლობა რომ გვიყურეთ, მადლობა რომ გიყვარვართ, მადლობა ყველაფრის. მადლიერები ვართ. მადლიერების დღე #Thanksgiving. აპრილი არ არის მარტი. Oh my god, ეს მარტი მალე გავიდეს, თორე I'm losing it. ანუ თებერვალზე უფრო სიცივეა და იანვარზე აპრილში რა ხდება საინტერესო? It's my birthday. და აპრილი არის top 2. ნუ მაისიც ძალიან მიყვარს, okay? That's it you guys. Bye. გამოგიწერეთ და ლაიქეთ, რაღაცები გააკეთეთ კიდე, რა ვიღაც გინდათ. We love you. Bye.